ვარ მარიდა კუჩმანიძე 7 წლის. სწავლობ მეორე საჯარო სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობა ხატვა, ზერძვა, ჭადრაკის თამაში და მუსიკა. ჭადრაკის თამაში მასწავლე ელობიძემ, როცა ვიყავი 6 წლის. ადრე სულ მიგებდა, ახლა მევგებ. ჩემი საყვარელი ფიგურაა ლაზერი. ჩვენთვის კომფორტულია თეთრებით თამაში. მინდა ბევრი ინტრომაკა და ბევრი სვლა. მეკუმათი ჭადრაკის თამაში და მიგებს. ერთი წელი მჭირდება და ყველა პარტიას მოვუგებ. მე მინდა გავხდე ჩემი სკოლის ჩემპიონი. მიყვარს ჩემი სკოლა, იმიტომ რომ ძალიან კაი კლასელები მყავს და მასწავლებელი. ჩემი საყვარელი საგანია ჭადრაკი. საყვარელი მასწავლებელია მედეა ჩუბინიძე. იმიტომ რომ ლამაზია, კეთილია, ხიარულია და მეხუთება. მე რომ მასწავლებელი ყოფილიყავი, ვიქნებოდი ხელოვნების მასწავლებელი. მე რომ ჩემი სკოლის დირექტორი იყო, ხელოვნების გაკვეთილი გახდებოდა 2 საათიანი. რა გავიზრდები, მინდა გამოვიდე პრეზიდენტი. უკვე 3 წელია მინდა პრეზიდენტობა. ბავშვობაში მინდოდა გამოსულიყავი მხატვარი. ჩემი აზრით ბავშვობა მთავრდება 10 წლის ასაკში. მე მომწონს ჩემი ბავშვობა, მაგრამ მალე მინდა გავიზარდო. ახლა მინდა ვიყო 12 წლის. ახლა მინდა რომ ვიყო 14 წლის, მექნება ოქროს დაბადების დღე. მაგ დაბადების დღეზე მინდა მაჩვენო ქონა iPhone 19. ჩემ ცხოვრებაში ყველაზე უფრო გამიხარდა დედიკომ და მამიკომ მაჩვენეს ტელეფონი Samsung. მე ასევე ძალიან მიყვარს ხატვა. ჩემი თვისწავლე და მე შევედი ხატვის წრეზე. მე ვიცი გოგოს ხატვა, ბიჭის ხატვა, სახლის ხატვა, კატის ხატვა, ძაღლის ხატვა. ჩემთვის ყველაზე რთულია მანქანის დახატვა. ყველაზე ადვილია გოგოს დახატვა. ბევრჯერ დამიხატავს ავტოპორტრეტი. ისეთი ლამაზი გამოდივა, როგორც სინამდვილეში ვარ. ჩემი საყვარელი ფერია ვარდისფერი, არ მიყვარს შავი. ბეჟის ფერი და ამიტომაც არც ვიყენებ. მე აგროვებ ჩემს ნახატებს და სახლში მაქვს 40. იმიტომ აგროვებ, რომ ჩემს შვილებს დავათვალიერებინო. წერწვაც მიყვარს და კარგად გამომდის. ახსოვს სულ პირველად გამომწერზე თებში. ახლა ყველაზე ხშირად წერწავ ადამიანებს. მე ვარ ხელოვანი გოგო და ყველაფერი გამომდის. სახლში ვცხოვრობთ მე, დედიკო, მამიკო, ჩემი 2 და 1 ძმა. კიდე მინდა რომ მყავდეს 1 და 1 ძმა. ჩემი და არის 5 წლის, მეორე და არის 2 წლის და ძმა არის 10 თვე. ჩემი ალექსანდრა რო გაიზრდება, გამოვა პოლიციელი. სტეფანი ალბათ გამოვა მასწავლებელი. პეტრე გამოვა პრეზიდენტი. ოღონდ ჯერ მე ვიქნები პრეზიდენტი და მერე პეტრე. მამიკო არის კეთილი, სიმპათიური, ხიარული, შრომელი, კაცი და უშიშარი. მე ვარ მამიკოს გოგო. დედიკო არის ლამაზი, განათლებული, ფილი და კეთილი. მე ვარ ლამაზი, ჭკვიანი და კეთილი ფერი. მიყვარს კითხვა და ჩემი საყვარელი წიგნია ნატურის ხე. მე რომ მწერალი ვიყო, წიგნს დავწერდი დედაზე და მამაზე. ჯოზეფ ჯოხი რომ მქონდა, გავხდებოდი ნამდვილი პრინცესა და ვიცხოვრობდი პრინცესას სასახლეში. მე ასევე მიყვარს მუსიკა. დავდივარ გნოლში და ვუგრავ ტამტამზე. ტამტამზე დაკვრა არის ძალიან ადვილი. 2 100 უნდა დავკვრა და 1 100. კიდევ მინდა ვიცოდე ფანდურზე დაკვრა. მე მინდა ვიმღერო დიდ სცენაზე. სამოგზაურო სიამოვნებით წავიდოდი პარიზში. წინა მონაწილემ დამიდოვა კითხვა, რომელი სუპერძალა მინდა რომ მქონდეს. მე მინდა მქონდეს გაუჩინარების სუპერძალა. შემდეგ მონაწილეს უტოვებ შეკითხვა, რა არის მისი ოცნების საჩუქარი. მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია კნუდი. ბედნიერება არის ჭადრაკის თამაში და 2 აღთან ერთად ყოფნა. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.